ყველა ის ტაში რაც იქ გაჟღერდა. ეს იყო ტაში ძალადობას, ტაში უსამართლობას, ტაში ავტოკრატიას, ტაში მშვიდობიანი მოქალაქეების ქუჩაში ცემას უმოწყალოდ, ტაში მათ შორის საპატიმროებში ადამიანების წამებას და მათ სიკვდილამდე მიყვანას და ჩვენ ვიცით ეს ბოლოდროინდელი საშინელი ფაქტები. ტაში ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის ღალატს, ტაში დემოკრატიის მოპარვას, სასამართლოს ჯიბეში ჩადებას. ტაში იმას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტები 5000 ლარით ჯარიმდებიან და არც ერთი მოძალადე, რომლებმაც ფაქტობრივად თითქმის სიკვდილამდე გაიმეტეს, ეს ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები, თქვენი კოლეგები, არც ერთი მათგანი არ დასჯილა. არ დასჯილა მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც გოგონებს იმეტებენ იმისთვის, რომ აი პირდაპირ მომწამლავის საღებავ სახეში შეასხან და დაბრუნებამდე მიიყვანონ, რა ესენი არც ერთი რო არ დასჯილა, იმიტომ რომ ესენი ყველა ეს მოძალადე ადამიანის არის ამ ხელისუფლების მფარველობის ქვეშ, აი ამას უკრავდნენ ტაშს, ხარებას უკრავდნენ ტაშს. და ყველა იმ მოძალადე კორუფციონერს და ზოგადად კორუფციას, რაც აი ბოლო წლებში ამ ქვეყანაში არის გამთავრებული, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს რეალურად დღეს ვის აქვს ხელისუფლება მიტაცებული, იმიტომ რომ ჩვენ ხო საქმე გვაქვს, ასე ვთქვათ, აი მოძალადე რეჟიმთან, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ეხლა აი ამ მიტაცებული ძალაუფლებით ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტით ძალადობს საქართველოს მოქალაქეებს.